Baziara, Puiska, Rarurara, Жмажем, Казаки выпил, Цапайная, Луйку, Равшич, Руич, Чая, Ключи, Яты, Дурака, Ины, Лобби, Длил, Марковица, Зацо, Ивейный, Захфашли, Мяу, мяу, на букут, животы, гравица, бежная, мерчит ашовы, осны, дук, пучурук, татая, вовш, угогодный, рельелы, свители, мяты, бонеты, жабуры, ეპოქალური იდეა რომ არ არსებობა საქართველოში თანამედროვე ხელოვნების ცენტრის, ხო? როგორ უნდა განვითარდეს თანამედროვე საქართველო, როგორ უნდა აიღოს ის ევროპული იდეალები, ხო? იდეის გარეშე. თუ არ არსებობს თანამედროვე ხელოვნება საქართველოში, თუ არ არსებობს ადგილი, ხო, რასაც ქვია ცენტრი თანამედროვე ხელოვნების, როგორ უნდა შევიდეთ დემოკრატიულ სივრცეში, აი ამის გარეშე, ხო? რაც არ უნდა ეკონომიკა ქონდეს, რაც არ უნდა ამის არსებობის გარეშე, ხო? წარმოუდგენელია, ვთქვათ, იმ ცივილიზაციაში შეხვიდე რა. მე მგონი საჭირო არის ახსნა ჩვენი საზოგადოებისთვის ფართო გაგებით, მე არ გულისხმობ იმ ვიწრო წრეს, რომელსაც ქვია, ვთქვათ, ის წრე, ვინც არის ახლო და პრობლემა იცის რა. მე გულისხმობ ის ვინც მართავს, ხო, პოლიტიკოსები, ეკონომისტები და ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ ის ისე არის გადაჯაჭვული დღეს დასავლურ სივრცეში, ხო? რომ ეს ნორმალურიც არის რა, ამაზე არც დაობენ და არც ეკითხებიან რა ერთმანეთს. Во время своего выступления Зданевич снял башмак и, высоко подняв его в воздух, заявил, что башмак прекраснее Венеры Милосской, и надо поклониться ему, потому что он отделяет нас от грязной земли. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ბუნებრივი, ვთქვათ, მდგომარეობა, როგორც მხატვრის, იმიტომ რომ მე ამას უყურებ როგორც ესთეტიურ მხატვრულ ჟესტს და ჩემი მხატვრული ჟესტია და ის მოვალეობა და ის მდგომარეობა, რაშიც მე ბუნებრივად ვარ, იმიტომ რომ ეს მე არ დამიწყეს, დაიწყო ჩემის პაპის პაპამ, რომელიც იყო პოლონეთიდან ასე რეპრესირებული, იყო ოფიცერი, რომელიც აქ ჩამოასახლეს, ზდანევიჩი, რომელიც იმ დიდ პოლონურ ნაკადთან მოხვდა საქართველოში, რა, რომლის შთამომავალი მე იყო კირილ და ილია ზანევიჩი. კირილ და ილია ზანევიჩის მამა იყო ძალიან პროგრესული ადამიანი, რომელმაც თბილისში ააშენა სახლი ფრანგული ულიას მოდელზე, სადაც იმ დროინდელი რეზიდენცია შეიძლება ვთქვათ რა იყო, ეს ბაქრაძის ქუჩა, სადაც ეს ბავშვები გაიზარდნენ აი ამ მხატვრულ ატმოსფეროში, სადაც მხატვრები რჩებოდნენ, ცხოვრობდნენ და ეს შეიძლება ვთქვათ მე-19 საუკუნის პირველი რეზიდენცია თბილისში გააკეთა მიხაელ ზდანევიჩმა. თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გარიყულაში უკვე მეორედ იმართება. 2 კვირის განმავლობაში არტ ვილა ქართველი და უცხოელი ხელოვნების ნამუშევრებს უმასპინძლებს.
სიმპოზიუმზე, რომელიც არტვილა გარიყულაში გაიმართა, ბევრი სტუმარი ყავდა კოტე სულაპერიძისა და ნინო ჭილაშვილის სახლს. არც ისე მოსახერხებელი კიბით დამთვალიერებლები პირდაპირ მათ მისაღებ ოთახში ხვდებოდნენ. მხატვრების გრძელვადიან პროექტს სოციალური დატვირთვაც აქვს. სახლის ნაწილ-ნაწილ ხატვა მაშინ დაიწყეს, როცა საცხოვრებელი ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. სახლი არ ქონდა და მე ნინოს ხარო დაგიხატავდეთ. უпроსტად რაღაც ერთდროულად წარმოიჩა ეს იდეა და დავიწყეთ ამ სახლის ხატვა. რომელიც ძალიან მარტივად იკეცება ჩემოდანში იდება და ძალიან მარტივად გადაადგილდება ერთი პუნქტიდან მეორეში. თავიდან აქ რო შემოვიდი, იყო რუინები, ასე ვთქვათ. არაფერი არ იყო. 2 წელი აი პატარა საყარაულო იქ ცხოვრობდი. მე მგონი 3 წელი. აქ სტუდენტები ცხოვრობდნენ როგორც სკვატში, იმიტომ რომ არაფერი არ იყო, არც ერთი კარი, არც ერთი ფანჯარა. და ფაქტიურად ცარიელი კედლები იყო და იყო სამშენებლო ნაგავი და ნაგავით სავსე ტერიტორიაც იყო აბსოლუტურად სხვანაირი. ეხლა დღეს რო უყურებთ, ესეთი არ იყო. ეს არის ეგრეთ წოდებული ბოლგარსკიან სასახლე. ზოგი ბოლგარსკიან სასახლეს ეძახის, ზოგი ბელეცკების სასახლეს ეძახის, მაგრამ ეს ხალხში ესე დარჩა რა, იმიტომ რომ ამის ამშენებელი და მეპატრონი იყო ვასილი ბოლგარსკი. და ბოლოს შთამომავალი იყო ვერა ბელეცკაია, ესეთი მხატვარი. ელენე ახვლედიანის პერიოდის აკვარელისტი ქალი და ძალიან საინტერესო პიროვნება. მე ამ სახს ტრაგიკული ისტორია აქვს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა რევოლუციის შემდეგ მოხდა ექსპროპრიაცია, გაკულაკება. ეს ხალხი გაასახლეს, როგორც ვიცით, ეს ბელეცკი, ბოლგარსკი დახვრიტეს 33 წელს. და აქ იყო ბავშვთა სახლი. დღეს ქვია არტვილა გარიყულა რეზიდენცია თანამედროვე ხელოვნების ცენტრი. აი ესე ქვია. ეს არის ბიბლიოთეკა პატარა და აქ არის დღეს ახლა აქ მუშაობს მხატვრები, 2 ფრანგი მხატვარი და სახელოსნოთ არის ქცეული. თორე ისე ეს არის შეხვედრის ადგილი. იმიტომ არ ვყიდი ამ მანქანას. ძალიან მისტიური სახლია რა, ზოგი იმას ხედავს რა ქვია. მოჩვენებებს ზოგი, ზოგს ეშინია ამ სახლში, მე აქ ცხოვრობ, არ მეშინია. ხო. სოფაში ეშინიათ, ხო იცი აქ. სულების და რაღაცების რა, ესეთი. ხო. ხო, მაგრამ ნუ აი ხა ჩვენი ჰალები. ხო. სულები, ხო. მაგრამ ნუ აქ ხა დასახდა იმის ხელოვნების სულები რა. ნიმფები რა. ჩვენ უკვე მე-4 წელია დავიწყეთ ფესტივალი ძმების დანიეჩების სახელობის, ქვია ფესტინოვა. სექტემბერში კეთდება უკვე ტრადიციულად. საიდანაც არის შეჯამება, ვთქვათ, წელიწადის და წელსაც გვექნება სექტემბერში ფესტივალი.
როცა გადაეჯაჭვათ სამხატვრო იდეა პოლიტიკას და პოლიტიკა და ეს იყო საუკუნის დასაწყისი, ხო? აი ამისი ძალიან კარგი მაგალითი არის ფიროსმანის აღმოჩენა, რომელმაც ძმებმაც დანევიჩებმა და ლედანტიუმმა აღმოაჩინეს ზუსტად აი ახალი რო ნაჩხუბარი არიან, თქვათ ფუტურისტები და კუბოფუტურისტები და სუპრემატისტები, ხო? იმ სუფრიდან მოდიოდნენ პეტერბურგიდან და ჩამოვიდნენ თბილისში, შევიდნენ დუქანში, აი იმ იდეით, რომ რა უფრო მნიშვნელოვანია, თქვათ, რუსული ლუბოკი თუ თქვათ კუბისტური თქვათ რაღაცა ვნებები გესმის აი ამ იმიდან და თქვათ ამ დუქანში აიხედეს და ამათი დამამტკიცებელი საბუთი კედელზე ეკიდა, რომელსაც ერქვა ფიროსმანი, ხო? ანუ ეს თეორიიდან გამომდინარე, აი ეს ბუნება, ხო, აი საქართველო, აი ეს ქართული ფრესკა, ეს ქართული ნაღდი, რასაც ქვია, ეს დამამტკიცებელი საბუთი ეკიდათ კედელზე. და იქიდან ეს იმიტომ რომ ილია წერს რომ მე დავინახე ჩემი სიზმარი. სიზმარი ამიხთა რეალობაში, რა. და იმის შემდეგ აი ეს ადამიანები შეყვარებულები ამ ფიროსმანში უკვე ეს ქონდა საბუთი, რომ აი ეს მიწა, ამ მიწამ შვა ეს არის ის ზუსტად ის ხედვა თანამედროვე ცხოვრებაში ავანგარდში, რომელიც იყო ეკიდა კედელზე, რა. ეს არის ძალიან საინტერესო თემა, რომელიც მე გული მწყდება, რომ ძალიან ბევრი ფიროსმანის მკვლევარი ამას იგნორირებს და უყურებს და ფიროსმანი საერთოდ აღქმული არის ცოტა სხვანაირად, რა, ჩვენთან, ცოტა პრიმიტიულ დონეზე. და მე ვიმედოვნებ, რომ თქვათ ახალმა თაობამ, ახალმა მკვლევარებმა ფიროსმანის ცოტა სხვა კუთხით შეხედონ ფიროსმანს უფრო სერიოზულად, ვიდრე დღეს არის აღქმული და უფრო სერიოზული ის მისცენ, რა. და ზუსტად რომ თქვათ ესეთი ადგილები აძლევს საშუალებას, რომ თქვათ ახალი რაღაცა იყო, რა. გარანტირებული არავინ არ არის, ხო, შეიძლება გავიდეთ და თქვათ ისეთი რამე აღმოვაჩინოთ თუნდაც ჩვენში, ხო, რომ ეს იყოს საწინდარი მომავლის, რა. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა, და მით უმეტეს თუ განვაგრძობთ რა უпростоრ დავასრულებთ რა ფიროსმანზე ლაპარაკს რა მე ვთვლი რომ ფიროსმანი არის თავიდან აღმოსაჩენი უფრო სერიოზულად, უფრო ლოგიკურად და ამაში რა თქმა უნდა ეს ესეთი სერიოზული თქვათ ინტელექტუალური ცენტრები ხო ძალიან დაეხმარება ახალგაზრდებს რომ ძალიან ბევრი რამე აღმოაჩინონ რა პირველი რაც იყო სანამ ძირითადად ცენტრის მნიშვნელობას და ან კიდევ მის დანიშნულებას გავიგებდეთ პირველი მთლიანად ხალხის დამოკიდებულება სოფელში იყო რომ ეს იყო რაღაცა იმედი იმისა რომ გამოჩნდებოდა რაღაცა ელემენტარულად დასაქმების ადგილები და შემდეგ უკვე მოწყობილმა ფესტივალებმა, ფესტინოვამ, გამოფენებმა და ასე შემდეგ უფრო სხვა მიმართულება მიიღო როგორც ახალგაზრდობაში, ისე საკმაოდ ასაკოვან ხალხშიც და რა თქმა უნდა, რაღაც იმედი ეკერა, ნამდვილად არის დიდი იმედი, იმიტომ რომ ჯერ ერთ-ერთი ქონდა იმისი პრაქტიკა, რომ იყო უფრო დიდი მასშტაბის პროექტები და სოფლიდან მოსახლეობის რაღაცა პროცენტი დასაქმდა, იყო მშენებლობები რაღაცა პატარ-პატარა მართალია, მაგრამ ხომ იყო რაღაცა, სადაც მუშაობდა აბსოლუტურად სოფლის მოსახლეობა. და აქედან გამომდინარე, ეს რაც მეტად განვითარდება და გაფართოვდება, ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს იქნება ძალიან კარგი და დიდი იმედის მომცემი ყოველ შემთხვევაში. უცხოელები უფრო მეტი ჩამოდიან დაუშვათ და ათვალიერონ აქაურობა, ვიდრე ქართველები და თბილისელები. ბევრმა არც იცის, რომ ესე ახლოს 45 კილომეტრია თბილისთან, აი ესეთი ლამაზი შესანიშნავი კუთხეა. არსებობს არაჩვეულებრივი შენობები, თვითონ ახალქალაქი არის პატარა, ნუ რა, შეგვიძლია შევადაროთ დღეს ცნობილ სიღნაღს, ხო?
შეგვიძლია შევადარო ძველ თბილისს რა, იმიტომ რომ ეს ქალაქი იყო, აქ ხალხია, რომელსაც არ აქვს მიწის ნაკვეთები, ხო, ეს იყო ხელოსანების ქალაქი. გარდა მაგისა არის შენობები, რომლებიც ინგრევა რა, სავალალო მდგომარეობა, ძველი კლუბი მაგალითად რა. არის შენობები, რომელიც იყიდება რა და დღეს რო გამოუჩნდეს ვიღაცა ესე დაინტერესებული პირი, იქ შეიძლება თეატრის გაკეთება, ანუ უამრავი რაღაცის გაკეთება, მუზეუმის გაკეთება, ხო, თუნდაც, ხო? კოლექცია არსებობს და არსებობს მე ვთვლი რომ ძალიან კარგი კოლექცია, იმიტომ კარგი მხატვრების ის არის ნამუშევრები და რა ვიცი, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და მით უმეტეს თქვათ ეს ქალაქი შეიძლება აქციოთ ერთ-ერთ კულტურულ პატარა რეგიონალურ ცენტრად, არა ტურისტულ, ხო, კულტურულ ცენტრად რა.